გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით კვლავ და კვლავ ახალი ვიდეოთი და როგორც გითხარით წინა ვიდეოებში, მინდა რომ თქვენ გამომყვეთ აი ამ თავგადასავალში შევისწავლო მეიქაპი საკუთარი ხელით. არ ვიცი, როგორ გამომივარ რამდენიმე ვიდეოს შემდეგ, როგორ დავიხვეწე, მაგრამ დამიჯერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი ნახვები, თქვენი ლაიქები არის შემთვის ძალიან დიდი мотиваცია და ძალიან გამახარებთ თუ კი დამაფოლოვებთ და ცოტაოდენ мотиваციას მომცემთ კიდევ ერთხელ. და ვიდეოში სხვათა შორის მუსიკა რო დავადე, ისე დაბალზე დავუწიე ხმას თვითონ აპლიკაციაში, სადაც ვაკეთებდი, რომ მეთქი ამაზე დაბლა რანაირად ჩამოვიდე და თურმე საშინელად არის მის ჩემი ხმა. არც მომსულია აზრად, რომ შეიძლება არ ისმოდეს ჩემი ხმა და ამიტომაც აი ხა ეს ვიდეო იქნება უმუსიკოდ. შეიძლება ბოლოში დავადო დაედიტების დროს მუსიკა ანუ როცა უკვე გაჩვენებს როგორ გამოვიყურებო, მაგრამ აი ეს მთავარი ხმა იქნება უმუსიკოდი. დავიწყოთ. დღეს მინდა რომ ვცადო ახალი მაკიაჟი. შევიძინე აი ეს უსაყვარლესი და უბევრესი მაკიაჟის პალეტი, თვალის ჩრდილები. არის 48 ფერი და არის ულამაზესი, აი ძალიან საყვარელია. თავის ბრჭყვიალებით, თავის ყველაფრით და მინდა დღეს ვცადო აი ეს მაკიაჟი. მწვანეა დაბლა და მწვანე სხვათა შორის არასოდეს არ მიცდია ჩემს თვალზე და არადა ძალიან მიყვარს მწვანე ფერი. ხო და მაინტერესებს როგორ გავამივა დღეს. შემდეგში მინდა ვცადო ოქროსფერი. რა თქმა უნდა ამ ჩემი ნიუტროჯინას კრემით, რომელსაც დავიტენიანებ სახეს. თვალები ამიჭრელი და აი ამ სინათლების გამო ბევრი მაქვს ჩართული. სხვა შორის რა ვიცი, არ მუშაობს. ყველა ხო და ძალიან ამიჭრელი და თვალები იანვარი, იზრდება იანვარია და დილით რო გავიღვიძეთ, დილით დაგხვდა თოვლი. აი ესეთი რაღაცა დამიჯერეთ, მოსულში არის ძალიან იშვიათობა, რომ გაიღვიძო და დილით დაგხვდეს თოვლი. დილით რო გავდექით, ჩემი შვილმა გაგვიღვიძა რა თქმა უნდა და აზრადაც არ მომსვლია, რომ გარეთ შეიძლება თოვლი იყოს. კი ვიცოდი, რომ დღეს თოვლი იყო გამოცხადებული, მაგრამ აი ესე რო ვთქვა მივიდოდა აზრად რომ მართლა ითხოვებდა, არა, იმიტომ რომ 6 წელია ერახში ვარ და არც ერთხელ არ ვთოვია, არა მოგატყუებთ. პირველად რო ჩამოვედი 2019-ში აქ, მაგ წელს სადღაც 9 საათით თოვდა, ისიც ეგრევე აიყო. მიწაზეც კი არ ეცემოდა და ისე დებოდა და აი დღეს მოთოვა, კარგად ბლომად, გვარიანად, მაგრამ უკვე დადნა, აღარ არის თოვლი და აღარც თავს. და რამდენიმე დღეშია კიდე გამოცხადებული თოვლი და ნახოთ თუ მოთოვს. რატო ვზივარ ამ სიბნელეში? იმიტომ რომ დაინწავიდა. ახლა და სანამ მოვა, უკვე 9 საათი ველოდები როდის მოვიდეს და ეს დაკრული მაქვს კიდე სახეზე 9 საათია ველოდე, მეთქი მოდი და არ დაადგა საშველი და ეხა რაც გამოჩნდება აი ამ ჩემი მწირი სინათლეებით, ჩემი გვერდ ტელეფონიც კი ავიღე, რომ მეთქი ცოტა იქნება გავზარდოს სინათლე. ხო და მეთქი რომ კარგად ჩანვარ. ხო და დავიწყოთ და სანამ მოვა ელექტროენერგია, მანამდე გავაგრძელოთ მაკიაჟის გაკეთება, აი ესე და მოგიყვებით ელექტროენერგიაზე ერახში. ესე იგი ერახში გვაქვს ორი სახის ელექტროენერგია. ერთი არის ვატანი, რომელიც არის მთავრობის დენი და მეორე არის მოალიდა, რომელიც არის ადგილობრივი დენი. ეს ადგილობრივი დენი იყიდება ამპერობით. ჩვენ გვაქვს 10 ამპერი. შემამთილი ხდის რამდენს? მე მგონი თვეში ხდის 300 ლარს. ანუ გინდა არ გინდა ეს 10 ამპერში რაც არ უნდა დახარჯო, რაც არ უნდა ჩართული ჰქონდეს, მაინც იხდი 300 ლარს, ანუ 150,000 დინარს იხდის ყოველ თვე შემამთილი. აი მე ღმერთო ჩემოს თვალები ამეჭრა. მართლა ძლივს ხედა. რომ მინდა რომ კონცენტრირ და ერთ წერტილზე რომ გავუსვა ნორმალური ხაზი, რაღაცა მებინდება თვალები კი არა, თითქოს აი შუქები ჩანს და ვეღარ ხედავ ნორმალურად რა როგორ უნდა ვქნა. იმედი მარტო მე არ მემართება ხოლმე ასე. მაინც და მაინც მაშინ როცა სემინს წინავს, საქმე არაფერი არ მაქვს, საჭმელი გაკეთებულია, ოჯახი გამოყვებილია, სახელების ვთავებულია, აქვს დრო და არ არის დენი არ არის. სხვა შორის ამ მაკიაჟში რაც არ მომწონს არის ის, რომ თვალების ზემოთ ოვსვია ისეთი ფერი, რომელიც გავს აი
დალურჯებული რომ გადადის უკვე ეგეთი ფერია და მე დიდად არ მომწონს ეს ფერი რაღაცნაირია და მოდი გამოვიყენებ ცოტა სხვა ფერს, იმიტომ რომ რა ვიცი, არ მელამაზება. ამიტომაც მე გამოვიყენებ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფერს, აი ეს. გამოვიყენოთ ეს. ხო და გიყვებოდით ელექტროენერგიაზე ერახში. და ეს ვატანი მოდის ძალიან გრაფიკით იშვიათად. და გრაფიკით რომ მოგვეწოდება ეს ვატანი არის ძალიან არაკომფორტული, იმიტომ რომ დღეში მოდის 3 საათში ერთხელ მოდის, ანუ ყველგან აბსოლუტურად. მიუხედავად იმისა, რომ ვატანი არის ძალიან იაფი და მასზე მუშაობს ყველაფერი, აი კონდიციონერიც, თმის უთოც, გამათბობელიც ყველაფერი მუშაობს ვატანიზე. და როდესაც ვთავთ ხოლმე ვატანი როცა არ არის ამ გამათბობელს ან თმის საშრობს, დენი ითიშება ადგილობრივ დენზე, ანუ მოალიდას. რაც არის ძალიან არაკომფორტული ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ანუ მოვიდა ღელში რა, მოვიდა ღელში, მართლა მოვიდა. აქ სხვათა შორის გაზიც არ აქვს სამწუხაროდ. გაზიც არ არის აქ სამწუხაროდ. ჩვენ და შუაში ამ გოგოს აქ ოქროსფერი. ოქროსფერი მაქვს აი ეს ფერი. ცოტა ხელის მონახვა როგორია. ой, ძალიან საყვარელი, ძალიან ლამაზია და დავიდოთ. გავუყანოთ ხაზზე. აქეთაც იმ დღეს ერთ-ერთმა გოგონამ მომწერა და მიკომენტარა უფრო სწორედ რომ მოგვიყევიო თქვენ და თქვენი მეუღლის გაცნობის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ძალიან ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, მაინც ძალიან დიდი სიამოვნებით მოგიყვებით კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ნამდვილად არ მბეზრდება ამ ამბის მოყოლა. იგი მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით 2016 წელს. უკვე ამდენი ხანია ერთად ვართ და ერთად მოვდივართ. და ჩემი მეუღლე 2016-ში გავიცანით ჩემი ქმარი. ერთ-ერთ აპლიკაციაში მაინც არ ერქვა მიტმიკო, ხო ესე ერქვა მგონი. და არ ვიცი საიდან მიპოვა ეს ვებსაიტი, საიდან აღმოვაჩინე, მაგრამ შემომეპოვნა და დავრეგისტრირდი, იმიტომ რომ საქმე არაფერი არ მქონდა. და მომწერა ჩემო ქმარმა რამდენიმე დღეში და შევხვდეთ, რომ მეთქი შევხვდეთ, რა პრობლემაა? ვიცი მოვიშოროთ ეს. აი მე ნახევარსაათი უკვე მიკეთია და ძალიან დამღალა, დამქანცა ამ რაღაცა. აი ესე კი მომწონს, ой, ლამაზია. ლაინერსაც წავისვამ ერთი წუთით, საწავიღე ლაინერის, რა გავაკრე. აქ. გავაგრძელოთ 2016-ში გავიცანი. ზუსტად იყო 14 იანვარი მომწერა და 14 იანვარს მომწერა, რომ როგორ ახარ აშვები და მოყოლ ეგრევე ხვალ შევხვდეთ. მეც იმ პერიოდში არაფერს საქმე არ მქონია, მხოლოდ მუშაობდი, იმიტომ რომ დასვენება გქონდა უნივერსიტეტიდან. პერიოდში და მეთქი რატომაც არა მოდი შევხვდეთ. კი მაქვს. აქ უსვია ამ გოგოს. მოვიდა როგორც იქნა. ამ გოგოს უსვია ძალიან ბრჭყვიალა მწვანე, აი ესეთი დაახლოებით ერთ-ერთი ხელზე ვნახო. მშვენიერია, ძალიან ლამაზია. ძალიან awkward situation იყო ჩემი და ჩემი მეუღლის შეხვედრა, იმიტომ რომ შევხვდით პეკინზე და პეკინზე იყო მაშინ KFC თუ გახსოვთ, მან მეოდებოდა KFC-ს წინ, მე წავედით ავლაბარში, იქ ბევრი ვისეირნეთ, ძალიან ბევრი ვისეირნეთ და ბოლოს ღამე დავიშალეთ. ხო და მეორე დღესაც შევხვდით, მესამე დღესაც შევხვდით, ანუ გვეგონა ორივეს რომ ანუ ერთჯერადად შემოვიფარგლებოდით, გავისეირნებდით და всё, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. მე შევხვდით კიდე ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ და ერთ თვეში დაახლოებით თებერვლის ბოლოსკენ უკვე წავედით და ერთმანეთ ტატუები გავიკეთეთ. ანუ ეს იყო რაღაცა შოკი, ანუ რატო ეხლა რა ვაცნობიერებ, ანუ ერთ თვეში წახვიდა და მეჩინგ ტატუები გაიკეთო არის. ცოტა ვფიქრები, ნაბიჯი ჩემი აზრით. ანუ ახლანდელი გადმოსახედიდან, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ალბათ არ მესმოდა ესეთი მსგავსი რაღაცები, რომ ადამიანი გუგლში შეუნელეთ, ცოტა არ შეიძლება ეგრე, რომ ეგრე გავარდე და ახალგაზრდობილი ბიჭისთვის მეჩინგ ტატუ გაიკეთო. მაგრამ ნუ ესე გავაკეთეთ ორიომი და ეხლა რა ვაცნობიერებთ, ანუ
ის რა გავაკეთეთ თქო, ანუ პერიოდში მუშაობდი მცხეთის ქუჩაზე, მაღაზიაში, ნიკორაში. და ვინც მაღაზიაში ნამუშევარი ხართ, ინკასაცია იყო ხოლმე ღამის 12 საათზე. და ჩემი მეუღლე ყოველ საღამოს, როცა მუშაობდა, ცვლა მქონდა, მოდიოდა ხოლმე. და ის 15 წუთი რაც იყო რა საოცფალი მქონდა, ატარებდა ხოლმე ჩემთან ერთად. აი ეგეთ რაღაცებს რო აკეთებდა ხოლმე, უფრო და უფრო მეტად დავახლოვდით. როცა გვეცალა ორივეს, გავდიოდით ქალაქში, ძირითადად ვსეირნობდით. აი ძირითადად სულ ვსეირნობდით. იმდენს დავდიოდით, რომ გეფიცებით ალბათ მთელი ცხოვრება გვეყოფა ის სიარული, რათან ვიარეთ შეყვარებულობის პერიოდში. ხელი მოვაწერეთ. მე და ჩემი მეუღლე 2007 წლის 21 აგვისტოს. ქორწილი არ გადავგიხდია სამწუხაროდ, აი ხა რო უყურებ იმ პერიოდს, აი მენანება ის წელი, იმიტომ რომ გეფიცებით, აი ისე გავიდა ეს წელი, ისე გავიდა ის ქორწილის დღე, რომ ერთი სურათიც არ გადაგვიღია, ანუ რომ მოვიხედო უკან და ვნახო სურათები ჩვენი ქორწილის დღის, ანუ ხელის მოწერის, არა გვაქვს, ანუ მართლა ვერ ვიყავი ჯანმრთელდად ძალიან მალე გადის ეს დრო. ეხლა წავეცვამ ბლაშს, ცოტავდენ ბლაშს. 2019 წელი იყო ჩემთვის ძალიან ცუდი წელი და ცუდად მახსოვს ის პერიოდი და ალბათ არასოდეს არ გამახსენდება, იმიტომ რომ პირველი წლის დასაწყისში დავკარგე მომშა რამუცელი, დავკარგე ჩემი საყვარელი ბებია, რომელიც არის მამაჩემის დეიდა და ძალიან საყვარელი ქალი იყო, ძალიან მიყვარდა და მას შემდეგ სიზმარში ნახე ორჯერ მხოლოდ და კიდევ იმიტომ რომ სხვათა შორის. წლის ბოლო სექტემბერში უკვე წამოვედით ერახში მე და ჩემი მეუღლე და დღემდე აქ ვცხოვრობთ. ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო დედაბუნებას ცოტა დიდი ტუჩები რომ მოეცე ჩემთვის. იმიტომ რომ ჩემო ხმარმა იცის ბოტოქს ფილერი კარგად გამოსდის ძალიან და წინ რომ გამიკეთა სხვათა შორის ძალიან შეეშინდა რომ აი მე ოცხულზე როგორი რთული ყოფილა გაკეთებაო და სხვაზე რა ადვილად ვაკეთებ. ეშინოდა რომ ატკენდა. გებიცებით უფრო კარგი გამომივიდა და თუ დენი არ დავიდოდა და ნახევარსაათი მესე არ ვიждებოდი უსაქმოდ და უბრალოდ ანუ მაკიაჟი არ გამიცრიცებოდა და უფრო კარგი გამომივიდა და თვალებში გაორება რო არ მჭირდეს ამ სინათლეების ფონზე, როცა ვუყურებ ერთ წერტილს, აი იმ წერტილზე ვხედავ სინათლეს. მსგავსი რაღაცა ალბათ თქვენს გამოცდილი გექნებათ როგორი რთული მომენტია, როცა რაღაცაზე ფოკუსირდები და იმ ფოკუსში სინათლეს რო ხედავ, აი ლამპოჩკას ავედი. ძალიან ცუდი მომენტია და ამიტომაც რაღაცა ვერ გამომივიდა დღევანდელი მაკიაჟი. თან მაინც დავყოსტა, იმიტომ რომ მე საყვარლება ეს მაკიაჟი რაღაცნაირად ძალიან საყვარელი მაკიაჟია და წვედა მგონი მიხდება. დამიწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ დღევანდელი ჩემი მაკიაჟი. ისიც დამიწერეთ რა შეიძლება ვცადო მომავალში. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. თმაწეული. თუ თმადაბლა. ვარ თქვა და რო არ აღნიშნო, ისე ნამდვილად არ შემიძლია, ალბათ გავაფრენ, გავგიჟდები. ძალიან მომწონს აი სუფთა მაკიაჟი, აი ვგიჟდები სუფთა მაკიაჟს. ჩემი რატომღაც გამოდის აბდაუბდური და ალბათ რა ვიცი, განათების ბრალიც არის, ალბათ, ან ჩემი ტელეფონის ბრალი არის 15 Pro Max-ით ვიღებ ამ ვიდეოებს. და სხვათა შორის შევამჩნიე, რომ ტექსტურა ჩემს კანზე იმდენად, როგორ გითხრათ, არ მომწონს. ალბათ შესაძლებელი მაქვს რაღაცეები, რომ სარკეში რო ვიყურები, ბევრად უფრო სუფთა და ლამაზი კანი მაქვს, ვიდრე აი ამ ვიდეოში ჩანს. აი ეს ჩრდილებიც რაღაცა ძალიან ცუდად აღიქმება და გამოდის, რომ რაღაცნაირად დანაოჭებული სახის კანი მაქვს, უფალო მისმინე კარგი ყურით, რომ მალე არ დავუპერდე. ძალიან მომწონს აი სუფთა მაკიაჟი და მართლა მაინტერესებს. ფოტოშოპით აკეთებენ ამ ძალიან ლამაზ მაკიაჟებს თუ ამას ჭირდება რაღაც ძალიან ბევრი ცოდნა, გამოცდილება და ბევრი ვარჯიში. იმიტომ რომ ჯერჯერობით მე არ გამომდის და გული მწყდება მაგაზე. ხო და თუ დამასოფორთებთ და ხარს დამიჭერთ, მადლობელი ვიქნები. თუ გამომიწერთ, უფრო მეტ ვიდეოს ჩავწერ, რა თქმა უნდა. ასე რომ გელოდებით ჩემ გვერდზე. ხანდახანე